359 მუხლი ამოქმედებულია. მამუკა ხაზარაძეს თბილისის პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც ლელოს დამფუძნებელმა პარლამენტში შექმნილი ნაცმოძრაობის ხელისუფლების დანაშაულების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შპს მაგნეტის საქმის განხილვაზე დაიბარა. ეს კი ის კომპანია, რომლის მესაკუთრეც აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში მას ბიზნესი წაართვეს, რაც დავით კეზერაშვილის დავალებით და TBC ბანკის დამფუძნებლების მეშვეობით მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 25 მარტის ხდომაზე დაბარებული იყო ახსნა განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია. ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლის იმდენად შეეშინდა, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდა. დღეს ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებს. საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესს კი ცირკს უწოდებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც წინა ხელისუფლების რეჟიმის დანაშაულებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიასთან მძიმე ისტორიებს ყოველდღიურად არაერთი ადამიანი ყვება. პროკურორმა მარდა ყეყინაშვილმა წამიყენა ბრალი და შესაბამისად ალბათ გვეწოდინება ხვალ სასამართლოზე რა არის, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რანაირი მუხლიც არ უნდა იყოს ამ ბრალში განსაზღვრული ან სასჯელი, ეს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რასაც გვია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მიტაცებული. სახელისუფლებო გუნდში კი აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდათ და თავის არიდების მიზნით კანონის წინააღმდეგ წასვლა არჩიეს. ადამიანი, როდესაც ხარ მართალი, რა თქმა უნდა, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს და რა თქმა უნდა, გადადგავ ისეთ ნაბიჯს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, ხო, როდესაც ხარ მართალი ადამიანი, მაგრამ ამ ადამიანმა კარგად იცის ახლა თავისი წარსული, რა აქვს გაკეთებული, მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში ყოფნის დროს, შესაბამისად, მას არ აქვს სურვილი, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს თუ რას აკეთებდა ის და რა კონკრეტული მისია ჰქონდა ნაცების ხელისუფლების პირობებში. არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო და საზოგადოება ძალიან ათლად და კარგად ააკვირდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მეორე და ყველაზე მთავარი, ზოგადად დამოკიდებულება ბატონი ხაზარაძის მისი ეგრეთ წოდებული პარტიის, მისი პარტნიორების, თანამოაზრეების თუ ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მთავარი კომპონენტი და შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არაერთხელ მოგვიხსენებია ისინი, როგორც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მათი მიზანი არის ერთი, რომ მაქსიმალურად ყველა თავიანთ ქმედებაში სახელმწიფოებრიობა დააკნინონ. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დააკნინონ და ღიად, ნათლად, დემონსტრაციულად ეს დავალება აქვთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად სახელმწიფო არ აღიარონ, სახელმწიფოს მიაყენონ შეურაცხყოფა, სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენონ შეურაცხყოფა და ეს არის უბრალოდ ამაზრზენის სანახავი, ეს არის უბრალოდ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დანაშაული, რაც შეიძლება შენ ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინო და ეს ყველაფერი ნათელია და ეს ყველაფერი სახეზეა. ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ საქართველოს მომი დაიწყო, მაგალითად და ჯარისკაცები დასაჯელია ვინაიდან უკანონო იარაღი გამოიყენეს. ზუსტად იციან ადამიანები და ის დანაშაული, რომელიც ბანკებმა ჩაიდინეს, ან კონკრეტულმა ბანკმა ჩაიდინა, როდესაც ციხეში მყოფ ადამიანს უშველებელ თანხებს ართმევდა პირდაპირ და ქონების წართმევაში ღებულობდა მონაწილეობას. კონკრეტული თემებია, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დაზარალებული არიან ხაზარაძის იმ მოქმედებით, რეჟიმთან გარიგებით, სააკაშვილთან ერთად, როგორ ატერორებდა იმ პატიმრებს, როგორ ატერორებდა ბიზნესმენებს, როგორ ართმევდნენ ქონებას. აგერ არის კონკრეტული მტკიცებულებები. თქვენ, ბატონო ხაზარაძე, იმასაც გვიმტკიცებდით, რომ ანაკლის თემაში მართალი იყავით.
ქართულ სასამართლოს არენდეთ და წაიღეთ საერთაშორისო არბიტრაჟზე, სადაც გაგამტყუნათ მილიარდობით დოლარს ითხოვდით საქართველოსგან და პირიქით მოსამართლემ გითხრა არასწორი ხარ. პირიქით იქით გადასახდელიო და გადაგიხდიათ, როგორც გავიგებ. ესე იგი აღიარეთ ის დანაშაული, რაც წლები დააკარგინეთ ანაკლის სპორტში. საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე ლელოს დამფუძნებელმა საქალაქო სასამართლოში ხელი გამოკითხვის ოქმს მოაწერა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.